ზაფხული და მწერებთან ურთიერთობა ერთგვარად განუყოფელი რამ ხდება, სეზონიდან გამომდინარე და არც არაფერი, ხო? მწერია, თან ბევრი მწერები არსებობს და ეს შეიძლება იყოს ერთი ნაკბენი, ორი ნაკბენი და აბსოლუტურად ჩვეულებრივად ჩაიროს ყველაფერმა. თუმცა ყველა შემთხვევაში ერთნაირად არ ხდება ხოლმე. ზოგჯერ არსებობს საკმაოდ რთული შემთხვევებიც. გეთანხმებით, იკა ნამდვილად ასეა, ამ რთულ შემთხვევას განეკუთვნება დაავადება, რასაც ლეიშმანიოზი ქვია. ლეიშმანიოზის გამომწვევი პარაზიტი არის, რომელსაც ლეიშმანია ქვია და ის გადააქვს მწერს, რომელსაც ფლებოტომუსი ქვია. ესე გამოიყურება ფლებოტომუსი. ერთი შეხედვით მართლა ჩვეულებრივი კოღოსავით შეიძლება მოგოჩვენოს, თუმცა აღმოსავლეთში უფრო მეტად არის შენიშნული. მინდა ვთქვა, რომ საქართველოშიც არსებობს ეს მწერი. როგორც ვთქვით, აღმოსავლეთ მხარეს და მას ცხოველზე კვენის შემთხვევაში გადააქვს ეს პარაზიტი, რომელიც შემდეგ არის ის ლეიშმანია, რომელზეც ვსაუბრობთ ახლა, რომელიც არის საკმაოდ საყურადღებო და საფრთხილო. ფლებოტომუსი, რომელიც არის გადამტანი ამ პარაზიტის, უკბენს ცხოველს, თუ ცხოველი დასნებოვნებულია ამ ლეიშმანიოზით, ეს უმცირესი პატარა პარაზიტი გადადის ამ მწერის ორგანიზმში და სწორედ ეს არის მტარებელი მწერი და სწორედ ამ მტარებელმა მწერმა ის არ ავადდება, მხოლოდ და მხოლოდ მტარებელია, ანუ გადამტანია, თუ მან უკბინა შემდეგ ადამიანს, ვით გადასცემს ამ კბენის საშუალებით და ვითარდება უმძიმესი პათოლოგია, რომელიც სხვადასხვა სიმპტომატიკით ვლინდება, დაავადება, რასაც ლეიშმანიოზი ქვია. კეთილი და როგორც წესი ცხოველები არიან ხოლმე და უფრო მეტად კიდევ ძაღლები სნებოვდებიან ამ კონკრეტული ლეიშმანიოზით და თუ კი ძაღლი დასნებოვდა, თავიდან არაფერიც არ ეტყობა, დროთა განმავლობაში ნელ-ნელა უკვე ჩდება კონკრეტული სიმპტომები, ეს შეიძლება იყოს ბეწვის ცვენა, წონაში კლება, ასევე სისხლდენა და შეიძლება წყლულებიც გაუჩნდეს. თიკა მინდა გითხრა, რომ ადამიანიდან ადამიანზე ეს დაავადება არ გადადის. თუნდაც ხველებით, ანუ ბიოლოგიური სითხეებით, როგორიც არის ხველა, დაცემინება და სხვადასხვა ექსკრემენტები, ერთი ჭურჭლით მირთმევა და ამ შემთხვევაში დაავადება არ ვრცელდება. ასევე ვთქვათ, საინკუბაციო პერიოდის შესახებ საკმაოდ ხანგრძლივი აქვს, თავიდან ესე იგი დაინფიცირების შემდეგ სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს 4-6 თვის შემდეგ. ანუ წარმოიდგინეთ, რამდენი ხანი მიმდინარეობს ეს ყველაფერი ფარულად. ასევე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში ორი სახის ლეიშმანიოზი გვხვდება, ეს არის კანისმიერი და ვისცერული. სტატისტიკის მიხედვით საშუალოდ 120 შემთხვევა ფიქსირდება ლეიშმანიოზი საქართველოში. განსაკუთრებით ეს არის ვისცერალური ფორმების შემთხვევა. და რა თქმა უნდა, ვისცერალური ლეიშმანიოზი ეს არის საფრთხის მომცემი დაავადება და ის იძლევა უამრავ გართულებას. და მკურნალობის შემთხვევაში არის რა თქმა უნდა, თუ სწორად დაისვა დიაგნოზი, მინდა გითხრა, რომ სამწუხარო დიაგნოზის დასმა რთულდება, ვინაიდან ინკუბაციის პერიოდი არის 1-დან 6 თვემდე, სიმპტომები განსხვავებულია, იწყება დაავადება ხშირად ზოგად გრიპოზული სიმპტომით, როგორიც არის ტემპერატურის მატება, სახსრების ტკივილი, უმადობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ დაავადება იწყება ხშირად კანკალით, შემცირნებით, ტემპერატურის მატებით და ოფლიანობით და უმადობით, ანუ რაც ზოგადად არის თქვა ამა თუ იმ გრიპის და გრიპის მსგავსი სიმპტომატიკით, მაგრამ ნაკბენზე არაფერი არ არის ისეთი რომ დააკვირდე ნაკბენს. არ არის, თან ეს ხდება ზამთარში. ზამთარში რა ხდება? ზამთარში გამოვლინება. გადის ეს ინკუბაციის პერიოდი, გამოვლინება. გამოვლინება არის ზამთარში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ არ ქრება ეს სიმპტომატიკა, უფრო და მეტად ძლიერდება. ეს ვირუსის და გაციების გაციების მსგავსი სიმპტომები. თქვათ, ცხელება ღებულობს ჰექტიურ ხასიათს. ჯერ თქვათ, ეს არის ანუ ცხელება, რომელიც 38-ზე და მაღალია. არ ემორჩილება, თქვათ, ისეთ სამკურნალო საწამლო საშუალებებს, როგორიც არის სიცხის დამწევი პრეპარატები. დიაგნოსტირება გართულებულია, იმიტომ რომ ინიღბება სხვადასხვა სიმპტომებს იძლევა და შესაძლებელია დაესვას სხვა დიაგნოზი და ამ სხვა დიაგნოზმა, თქვათ, მიიყვანოს პაციენტი ტერმინალურ მდგომარეობამდე. თან ახლა სიფითრე, ანუ თეთრი კანი. ეზრდება მარტივად, რომ თქვათ, მუცლის ფორმა, ზომაში იმატებს, იმიტომ რომ ელენთაში ჯდება ეს მარტივად, რომ თქვათ, პარაზიტი და
იწევს ანუ ელენთის უჯრედებში ელენთის ზომაში გადიდებას. და ამიტომ იწება მუცლის ასევე თუ გადიდიდა ელენთა პარალელურ რეჟიმში დიდდება ღვიძლით და ამიტომ მუცელი არის ძალიან დიდი ზომის. ღვიძლი და ელენთა ორივე გამკურვებულია, გადიდებული, აი თითქოს აი ფიცარ სინჯავ ამ პაციენტებში. კეთილი და მკურნალობა არის შედეგიანი. მკურნალობა არის შედეგიანი და ეფექტური. საინტერესოა, აი მკურნალობის გარეშე რა შეიძლება მოხდეს პაციენტის შემთხვევაში. შეიძლება განიკურნოს. ეს ის დაავადება, რომელიც მკურნალობის გარეშე მისი განკურნება შეუძლებელია. რაც შეეხება თქვა ჩვენ თქვით რომ პირველ ეტაპზე რომ არის ორი ტიპის, ვისცერალური და კანის. კანი შედარებით მარტივია, იწყება თქვა ნაკბენის ტერიტორიაზე წყლების გაჩენი, ჯერ არის ერთი ბუშტუკი, მერე ეს ბუშტუკი მრავლდება, წყლულდება, მაგრამ მინდა გითხრათ რომ ვისცერულისგან განსხვავებით ეს არის ლოკალური და სისტემურ ძიმე ფორმას არ იღებს, მაგრამ გენერალიზაციის შემთხვევაში მასაც შეუძლია გამოიწვიოს ძიმე გართულებები. და მასაც ჭირდება მკურნალობა. ორივეს ერთნაირად ჭირდება მკურნალობა. კეთილი და მოდით ვთქვათ ისიც რომ თუ კი გყავთ შინაური ცხოველები, ალბათ ამ შემთხვევაში უფრო მეტი დაკვირვება იქნება უპრიანი, ვეტერინართან რაღაც რეგულარული ვიზიტი და ასევე სასურველი იქნებოდა ფანჯრებზე მწერების ბადე რომ ავაკრათ ნებისმიერ შემთხვევაში, თუნდაც კოღოს ნაკბენი რო იყოს, რაში გჭირდება? შეიძლება მოიქავო, წავიდეს ინფექციური პროცესები, რატო როდესაც შეიძლება ბადეც შევმატოთ ჩვენს სახლის ფანჯრებს. მადლობთ ლევან.